რუსეთ-საქართველოს ომიდან 5 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთმა და მოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართო მასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა. ძმათა სასაფლაოზე დილიდან შეიკრიბნენ გარდაცვალთა ოჯახის წევრები და ახლობლები. 2008 წლის აგვისტოს 8 რიცხვში ნახაზი იბრძოდა ცხინვალში, ნაძვნარში დაიღუპა ჩემს. 18 დღე დაუმარხავები იყვნენ ჩვენი შვილები და ილია მეორემ გადმოასვენა. ჩემი შვილს მგელივით დასდევდა სიკვდილი. ხაზეთის ომი და აგვისტოს ომმა ბოლო მოუღო. ზოგიერთი 5 დღიანი ომი ცინიკურად ამბობს. მომმა ჩვენს ოჯახებზე გადაიარა. აგვისტოს 5 დღიანი ომის დროს დაღუპული ქართველი გმირების მემორიალს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა გადარჩა ისეთ პირობებში, სადაც ყველაზე ძლიერი სახელმწიფოებიც კი ვერ გადარჩებოდნენ. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის რაც 5 წლის წინ მოხდა, არის ტრაგიკული, მაგრამ ძალიან საამაყო მოვლენა და საქართველოს დროშაც დღეს ამაყად ფრიალებს. 5 წლის თავზე ამ ომის ცხელი სტადიის მინდა კიდევ ერთხელ პირველ რიგში ვისაუბრებ გმირობაზე, რომელიც ამ ბიჭებმა გამოიჩინეს, რომელიც აქ წვანან. თუ არა ეს გმირობა ჩვენ არ გვექნებოდა დრო საზოგადოების მობილიზაციის, სოფლიო დიპლომატიური ძალისხმების გამოღვიძების, რომელიც საბოლოო ჯამში გადაარჩინა ქართული სახელმწიფოებრიობა. დღეს ვინც 5 წლის თავზე ამბობს, რომ ან საქართველო არის ომში დამნაშავე, ეს იმის ფონზე, როცა ამდენი ახალი ფაქტი გამოჩნდა და უკვე უთხოვარად დადასტურებულია, რომ წინა დღეებში რუსეთის შეერაღებული ძალების სხვილი კონტინგენტები შემოსული იყვნენ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე, არა სამშვიდობები, არამედ სპეცრაზმები, სატანკო კოლონები. ამას ადასტურებენ რუსი ოფიცრები, ამას ადასტურებს უამრავი სხვა წყარო, რომელიც ამას ყველაფერს სწავლობდა. ამას აღიარებენ რუსი პოლიტიკოსები. ამ ყველაფრის ფონზე კიდე ძახილი იმისა, რომ საქართველოს რამე დაიწყო, უბრალოდ პირდაპირ გამეორება არის აგრესორის პროპაგანდის და არის ქმედება, რომელიც მიმართულია სიმართლის წინააღმდეგ პირველ რიგში და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ვთქვათ, რომ საქართველოს წამოიღო პროვოკაციას ჯალალედინის წინააღმდეგ, საქართველოს წამოიღო პროვოკაციას მურვანყრუს წინააღმდეგ, საქართველოს წამოიღო პროვოკაციას აღაღმახანის წინააღმდეგ. აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცს სასაფლაოზე პრემიერ-მინისტრი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. ბიძინა ივანიშვილმა მემორიალი ყვავილებით შემკო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. პრემიერთან ერთად მოხატგვერდის სასაფლაოზე მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც საქართველოს ხელშია, ეს ქართველი გმირების გაუტეხელი სულია. მოხატგვერდის სასაფლაოზე მივიდა საგარეო საქმეთა მინისტრიც. სახელმწიფო უნდა შეამსუბუქოს ის დანაკლისი, რომელიც დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებმა მიიღეს, განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. ოჯახის წევრებს სამძიმარი იუსტიციის მინისტრმა თია წოლუკიანმაც გამოუცხადა. მან დაღუპულ გმირთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე დღეა. მინისტრის თქმით, მთავარი რაც ახალმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახების დახმარება. ჩვენი გმირების საფლავებთან ერთადერთი განცდა გვეუფლება ყველას, რომ ყველაზე დიდი იარაღი და ყოველთვის ყველაზე თანამედროვე და ძლიერი იარაღი საქართველოში იყო გაუტეხელი სული ჩვენი მეომრების. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გვამარცხებინებდა ჩვენ მტრებს წარსულში და ეს იქნება საქართველოს წარმატებების და გამარჯვებების გარანტი მომავალშიც. თავარი, რაც ახლა ახალმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს და აკეთებს, არის ის, რომ აქ დაღუპული მეომრების ოჯახებს გაუწიოს ყველანაირი დახმარება, მათთვის მამების, შვილების, ძმების დაბრუნებას ვერავინ ვერ შეძლებს, მაგრამ სახელმწიფომ მათ უნდა შეუმსუბუქოს ის მძიმე დანაკლისი, რომელიც მათმა ოჯახებმა და მთლიანად საქართველომ განიცადა. დამწუხრებულია სრულიად საქართველო, თბილისი და სრულიად საქართველო ცხინვალი. ჩვენ არც ერთი არ ვართ გამარჯვებული ამ ომში. მე მინდა მიუსამძიმრო ოჯახებს, მიუსამძიმრო დაღუპულთა შვილებს, რომლებსაც პატივი ხვდათ წილად ყავდეთ გმირი მამები და პატივი მივაგოთ თითოეულმა თანამშრომელმა იუსტიციის სამინისტროსი და მთავრობამ, ჯარისკაცებს, ჩვენს დაღუპულებს, ოფიცრებს, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის სიცოცხლე გასწირა. გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრებმაც. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 8 აგვისტოს საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული მოვლენაა, თუმცა სამშობლოსათვის თავგანწირვა ერს არასდროს დაავიწყდება. ერთი მხრივ სამშობლოსთვის თავგანწირვა ეს არასოდეს არ
ავიწყდება ერს. მეორე მხრივ ის ტკივილი, რომელიც კიდევ ერთხელ დაატყდა სრულიად საქართველოს, ასევე არ ექვემდებარება დროს და დღეს ყველა ერთად სრულიად საქართველო გლოვობთ იმ დღეებს, რომელიც შეიძლება არ მოხდარიყო. სამშობლოს დაცვა ეს წმინდა მოვალეობაა და ყველა ჯარისკაცი რა თქმა უნდა ამისთვისაც ამზად, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო და ქვეყანა ხელისუფლება გვჭირდება იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს ასეთი მსხვერპლი. დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს პრეზიდენტობის კანდიდატებმაც ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა ჯარისკაცების ღვაწლი და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მსგავსი მოვლენები აღარ განმეორდეს. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა კი კიდევ ერთხელ გაიხსენა დაღუპული გმირების ხსოვნა და აღნიშნა, რომ მთელ ეროვნულ ენერგიას დაპირისპირებაში ვხარჯავთ და ამ გმირების მოზე ნამდვილად სირცხველი უნდა დაგვეუფლოს. ეს ბიჭები საფლავის ქვემოდან კი არ შემოყურებენ, არამედ დაყურებენ ზეციერი საქართველოდან. უნდა გვახსოვდეს, რამდენად ცუდად გამოვიყურებით, როდესაც მთელს ჩვენს ეროვნულ ენერგიას, მთელს ჩვენს შემართებას, ზოგ შემთხვევაში ვაჟკაცობასა და გაბედულებას ვხარჯავთ ერთმანეთთან დაპირისპირებაში. და თუ კი ჩვენ ამაზე ვიფიქრებთ, მაშინ შეგვრცხვება საკუთარი თავის, შეგვრცხვება იმ ბიჭების, რომლებმაც თავი დადეს საქართველოს გამთლიანებისთვის, დამპყრობლებისაგან ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისთვის. და თუ კი ეს სირცხვილი დაგვეუფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიფიქრებთ, როგორ ვიპოვოთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები. ის ბიჭები, რომლებიც აქ არიან დაკრძალულები, ან თავიანთ მშობლიურ ადგილებში არიან დაკრძალულები, ნამდვილად გმირები არიან და ნამდვილად ჩვენი სამშობლოსათვის და ჩვენი სამშობლოს ერთიანობისათვის იბრძოდნენ. ასევე უნდა მწუხარება გამოვხატო იმ ჩვენივე თანამოქალაქე ოსების მიმართ, რომლებიც დაიღუპნენ ამ ომის დროს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსგავსი არასოდეს აღარ განმეორდეს. რუსეთ-საქართველოს ომიდან ზუსტად 5 წლის თავზე იმ ადგილას, სადაც 2008 წლის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, 700-მდე ჯარისკაცმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალი გორში ცენტრალურ მოედანზე გაიმართა. სამხედროებს თავდაცვის ministrთან ერთად ქვეყნის პრემიერმაც მიმართა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შეერაღებული აგრესიის მიუხედავად, ქვეყანამ სწორი სტრატეგიული მიმართულება უნდა დასახოს. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ურთიერთობების დალაგება დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს უცხოელი პარტნიორები ჩვენს გვერდით დადგებიან. ჩვენი ინიციატივით დაღუპულთა ოჯახები 2014 წლიდან მიიღებენ ყოველთვიურ 500 ლარიან კომპენსაციას, ხოლო 2015 წლიდან 1000 ლარიან კომპენსაციებს. მე მჯერა, რომ საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკული დღეებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და სწორად გათვლილ სამომავლო გეგმებს დავსახავთ. ჩვენ მზად ვართ ჩვენ საფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირ დიალოგისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას ერთიანი სამომავლო ურთიერთობებისათვის. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია განახორციელა. ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა. მოვლენების ამგვარად განვითარებაში სამწუხაროდ ქართულ მხარეს პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს, რაც 2009 წელს ევროკავშირმა თავის დასკვნითაც დაადასტურა. ამ ტრაგიკული გამოცდილებიდან არა მარტო მკაფიო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, არამედ მომავალზეც უნდა ვიზრუნოთ. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვიწევს რუსეთთან ურთიერთობის ფორმების ძიება. დავიწყეთ პირდაპირ დიალოგი და საწყის ეტაპზე, კონკრეტულ შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს კიდევ უფრო რთული პრობლემების მოგვარება. ჩვენს ხალხებს შორის კეთილი დამოკიდებულება გვაძლევს იმედს, რომ ეს პროცესი პოზიტიურად განვითარდება. 5 წლის წინანდელი აგვისტოს მოვლენების სამსახველი ფოტო გამოფენა გაიხსნა დღეს ოკუპაციის მუზეუმში. რამდენიმე ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ 70-მდე ფოტოზე 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენები, რუსეთ-საქართველოს ომის სხვადასხვა ეპიზოდებია ასახული. გამოფენის გახსნას თავდაცვის ministrთან ერთად მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთი ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძის განცხადებით, ფოტოგრაფებმა თავიანთი ნამუშევრები მიუძღვნეს იმ ფოტორეპორტიერებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაიღუპნენ. რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე 170 სამხედრო პირი და 14 პოლიციელია დაღუპული. დაკარგულად ითვლება 8 ჯარისკაცი. საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია თითქმის 150,000 ადამიანს, მათგან 30,000 დღემდე დევნილობაში რჩება.